Так, ყველას მოგესალმებით. დღეს ჩემი ერთ გვექნება აქამდე ყველაზე საინტერესო ლექცია. ეს არის უშუალოდ ჩემთვის ყველაზე ახლო სფერო, ოპტიკა და სპექტრომეტრია. პირველ რიგში, რამდენს აქ გაიარეთ უკვე ფიზიკაში სინათლის გარდატეხვა? ოკეი. დღეს ცოტათი გაიგეთ ფიზიკის შესახებ. თუ გვახსოვს გაზომვის დიაპაზონებზე წინაზე ვილაპარაკეთ, ნანომეტრები, მეტრები, მიკრომეტრები და პრეფიქსები. დღეს ჩვენ მათ აქტიურად გამოვიყენებთ. დავიწყოთ იქიდან, რა არის ზოგადად სინათლე. თუ გვაქვს რაიმე იდეები, რა არის სინათლე, რა თვისებები აქვს? სინათლე არის ელექტრომაგნიტური ხევა, გარკვეულ სიხშირეზე, როდესაც ხდება ოსცილაცია ელექტრომაგნიტური ველისა, თუ ეს ველი არის იმ დიაპაზონში, რომელიც ჩვენ თვალები აღიქვამენ, ნანომეტრებში, დაახლოებით 400-დან 800 ნანომეტრამდე, ჩვენ მას ვეძახით ხილულ სინათლეს. ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც სინათლეს, რეალურად არის ტალღები. ტალღების სპეციფიურ დიაპაზონში არსებობს ასევე მოსაზრება კი არა და ესეც არის, რომ რეალურად სინათლე არის არა მარტო ტალღა, არამედ ასევე არის ნაწილაკი. შეგიძლია გაგიგიათ კიდევ ცოტათი სახელწოდება ფოტონი. ფოტონები გამოირჩევენ იმით, რომ იქცევენ როგორც ნაწილაკებიც და ასევე იქცევენ როგორც ტალღებიც. ზოგადად ეს ცნობილი ფაქტი არის ფიზიკაში, რომ გააჩნიათ თუ როგორ გავზომავთ მათ ქცევას, ჩვენ დავინახავთ, რომ შეიძლება იყოს როგორც ნაწილაკი იქცევდეს, ან როგორც ტალღა. მთავარი რა არის ის, რომ პრაქტიკულად ყველა ტიპის გამოსხივება, რომელიც ჩვენს გარშემო არის ზუსტად ჩვეულებრივი სინათლე, უბრალოდ განსხვავდება ტალღის სიგრძით. ყველას გაგიგიათ ალბათ მიკროტალღები, სახში გექნებათ მიკროტალღური ღუმელი, ან ყველასთვის ნაცნობი Wi-Fi. Wi-Fi-ს და მიკროტალღური ღუმელიც რეალურად გამოსცემს მიკროტალღებს. მიკროტალღები მსგავსად სინათლისა გააჩნიათ გარკვეული თვისებები, გააჩნიათ ის თვისებები, რომ არიან როგორც ნაწილაკი, ასევე არიან ტალღაც, მაგრამ განსხვავებით იმ სინათლისასაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც არის ნანომეტრების დიაპაზონში, მიკროტალღებს გააჩნიათ უფრო დაბალი რაოდენობით ენერგია. ანუ ერთ-ერთი მახასიათებელი, რაც აქვს ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, არის მის კონკრეტული ტალღის სიგრძისათვის და ტალღის სიგრძეში იგულისხმება პირდაპირ მნიშვნელობით ტალღის სიგრძე, ანუ ეს ხევა, როდესაც ხდება, რა არის, ასე ვთქვათ, ამ ტალღის სიგრძე დიაპაზონი დაშორება ორ პიკს შორის და მისი უკუპროპორციული სიხშირე. რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო დაბალი არის ტალღის სიგრძე და პირიქით. მიკროტალღები მაგალითად გამოირჩევიან იმით, რომ ახურებენ მასალებს, მსგავსად თერმული რადიაციისა, მაღალი ინფრაწითელი რადიაციისა, მაგრამ არ არიან ისეთი ენერგეტიკულად, ენერგია არ აქვს იმდენი, როგორც აქვს მაგალითად ულტრაიისფერ სინათლეს ან რენტგენულ სხივებს. რას ნიშნავს ახლა ესა? რენტგენული სხივები ყოველ ცნობილი არის და ულტრაიისფერი სინათლე რო იწვევს კიბოს, თუ მზეზე დიდი ხანი ვიქნებით, ზრდის რისკს მელანომისა, ხოლო რადიაცია, რომელიც გამოდის ბირთვული რეაქტორებიდან თუ ბირთვული იარაღიდან, თუ ნებისმიერი სხვა რენტგენული წყაროებიდან არის ძალიან დამაზიანებელი, იმიტომ რომ თვითონ ფოტონებს ამ კონკრეტული ტალღის სიგრძისა გააჩნიათ ძალიან მაღალი ენერგია და როდესაც ისინი ხვდებენ რაღაც მასალას, ამ ენერგიის დეპოზირებას აკეთებენ, ანუ გადასცემენ ამ ენერგიას. დღეს ჩვენ დავინახავთ ეს როგორ ხდება. რაც შეეხება ჩვეულებრივ სინათლეს, ჩვენი თვალი აღიქვამს დიაპაზონში დაახლოებით 400-დან 750 ნანომეტრამდე. ეს არის 400 ნანომეტრისა დაახლოებით იისფერი, რასაც ჩვენი თვალი აღიქვამს როგორც იისფერს, ხოლო 700 ნანომეტრი და 650 ზემოთ უკვე არის წითელი, ხო? ეს არის ჩვეულებრივი სინათლის წყარო. ამ შემთხვევაში ეს არის LED ნატურა, თუ გახსოვთ ოპტოელექტრონიკის ლექციაზე ვილაპარაკეთ LED ნატურების შესახებ. ხო, ესა შუქადიოდი, სინათლის დიოდი. და რეალურად ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავშალოთ ჩვენი სინათლე, თეთრი სინათლე სამ სხვადასხვა ფერად. რასაც ჩვენი თვალი აგვიქვამს როგორც თეთრ სინათლეს, რეალურად არის ლურჯი
მწვანეს და წითლის კომბინაცია. ეს რო კარგად დავინახოთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დიფრაქციული მესერი. თუ გვინახია მაქანა დიფრაქციული მესერები? კი. დიფრაქციული მესერის მეშვეობით ჩვენ ვიყენებთ დიფრაქციას, ესეთ მოვლენას, რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჩავშალოთ სინათლე, რომელიც აი თეთრი, ან დავუშვათ თუ ეს არის სხვა ტიპის გამოსხივება დავუშვათ ინფრაწითელის, უკვე შესაძლოა დიფრაქციული მესერი შეგვიძლია ჩავშალოთ ქვე ტალღის სიგრძეებად, ქველ სიხშირეებად. და ეს გამოიყურება ეს, ხო? თუ ჩვენ მოვარტყამთ ჩვენს თეთრ სინათლეს, რომელიც შედგება ამ ყველა ფერისაგან, ამ ყველა ტალღის სიგრძიდან, დავინახავთ, რომ რეალურად მასში არის დამალული იისფერი, ლურჯი, მწვანეც და ყვითელიც. ოკეი? კარგი მაგალითია იმისა, რომ ეს რეალურად არის ესე, არის თუ დააკვირდებით პოზიციას ლურჯსა, მწვანეს და წითელსა, ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ინაცვლებენ როგორც ეხლა ჩანს, რომ ლურჯი არის, შედარებით უფრო მარჯვნივ მარცხენა მხარეზე და უფრო მარცხნივ მარჯვენა მხარეზე, გააჩნია რომელ რიგს ვხედავთ ჩვენ დიფრაქციისა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ესენი არიან ჩამსკრივებულები რაღაცა მიმდევრობით. ეხლა ეს წითელი ოდნავ გვერდითაა, ამიტომ ის კარგად არჩევს, მაგრამ აქ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ზუსტად ეს თანმიმდევრობა დაცული არის ყოველთვის. ულტრაიისფერი გამოირჩევა უფრო მაღალი რაოდენობის ენერგიით და ჩვენ რასაც ხედავთ მარჯვენა მხარეზე, აი აქა არის მოწყობილობა, რომელსაც დღეს ჩვენ გამოვიყენებთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ ლინზები. ეს არის მოწყობილობა, რომელიც აცხივებს ულტრაიისფერ სინათლეს 370-დან 400 ნანომეტრის დიაპაზონში. ანუ ეს არის UVA, ultraviolet A-ს მონაკვეთი, რომელსაც გააჩნია საკმაოდ მაღალი ენერგია. მზე მაგალითად, თუ ცაში არის ოზონის ხვრელი და ჩვენ ოზონი აღარ გვიცავს, საკმაოდ დიდი რაოდენობით ultraიისფერი სინათლე შემოდის და მას შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება კანის და კიბო. ამიტომ ყოველთვის ვიყენებთ აი ესეთ საფარს, რომელიც ბლოკავს ამ სინათლეს და იყენებს ესეთ მოვლენას, რომელსაც ქვია ფლუორესცენცია. თუ გაგვიგია ეგეთი ტერმინი, დღეს ჩვენ ამას დავინახავთ, რომელიმე ხომარა გაქვთ თან პირადობის მოწმობა, ან პასპორტი ან რაღაცა, ოკეი? ამოიღეთ, დადეთ თქვენს გვერდზე და ჩვენ რაღაც მოვლენებს დავინახავთ ახლა. პირადობა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. თქვენს გვერდზე დაიდეთ, მე გადმოგაწოდეთ რაღაცას და ნახავთ. так. სინათლეს როგორც ნებისმიერ სხვა ტიპის ელექტრომაგნიტურ ტალღასაც გააჩნია თვისება, რომ როდესაც ის ურთიერთქმედებს რაღაცა მასალასთან, თუ ის მასალა არ შთანთქავს მას, ჩვენ გავავლით რა არის შთანთქმა, მასალა იწვევს სინათლის გარდატეხვას. გარდატეხვა წარმოიქმნება, როდესაც ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ინტერფეისი, როგორც აი ჰაერსა და წყალს შორის არის დაჩვენები, ორი სხვადასხვა მასალისა, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა სინათლის გარდატეხვის ინდექსები. როგორც ნაჩვენები არის აქა, თუ ჩვენ ვიზუალურად შევხედავთ ამას სამგანზომილებიან სურათში, ჩვენ დავინახავთ, როდესაც ვათავსოთ რაღაცა ფანქარს წყალში, ან დავშვით უგინახია თევზი წყალში რომ არის და რეალურად ცოტათი გვერდით არის, ეს იმის გამო ხდება, რომ სინათლის გარდატეხვა ხდება მასალის მიერ. ეს ცუდიც არის, თუ გვინდა რომ დავინახოთ რაღაც წყალში, მაგრამ ძალიან კარგი არის, თუ გვინდა რომ ინჟინერული ამოცანისათვის გამოიყენოთ ეს პრინციპი. ასე ვთქვათ, ლინზები ამ პრინციპს იყენებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ სინათლე სელექტიურად გამომდინარე მასალის თვისებებიდან და ფორმისა იმ ობიექტისასაც გავაკეთეთ, რომ დავაფოკუსიროთ ან გავაბნიოთ სინათლე. აი, ეხლა მე ხელში მაქვს ის, რასაც თქვენ მოგვენებით გააკეთებთ, ოღონდ სხვა ფორმის, ეს არის ფოტოპოლიმერული გამჭვირვალე რეზინის ბლოკი, რომელიც გავაკეთე ტიკ-ტაკის ყუთის გამოყენებით. ოკეი? როგორც აქ ნაჩვენები არის, სინათლე როდესაც ურთიერთქმედებს რაღაცა მასალასთან, ის იწვევს მის გარდატეხვას. მე თუ მივანათებ ლაზერს, თქვენ დაინახოთ, რომ ის მიუხედავად რომ მე დიაგონალურად ვანათებ მას, ჩანს, გადმოგაწოდებთ კიდევაც. ჩვენ ხედავთ, რომ სინათლე იმის მიუხედავად რომ მე დიაგონალურად ურტყამ, რეალურად პირდაპირ დიაგონალურად არ მიდის. გააჩნია პატარა გარდატეხვა. ეხლა ახლოს რომ მივიტანო, ალბათ ხედავთ, რომ იმის მიუხედავად რომ მე ძალიან დიდი კუთხის ქვეშ ურტყავ, შიგნით უკვე სინათლე ჩანს, რომ განსხვავებული კუთხით გამოდის. და რომ დააკვირდეთ, სად ჩანს ლაზერის წერტილი, ის ვინც წინ ზის, თქვენ დაინახავთ, რომ ეს არ არის რეალ დიაგონალური ზოლი. და ზუსტად აი ესე ხდება ეს ყველაფერი. გააჩნია ჩვენ მასალას,
შუშას, პლასმასას თუ სხვა რა მასალას არ უნდა გქონდეს, თითოეულს გააჩნია თავისი გარდატეხვის ინდექსი. სინათლის გარდატეხვის ინდექსი არის ფუნდამენტალური თვისება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავახასიათოთ რაღაცა მასალა. და იმისათვის, რომ ჩვენ კონკრეტულ ინჟინერულ ამოცანას მივახციოთ, რომ რაღაც სინათლე დავაფოკუსიროთ, რაღაც სინათლე გავაბნიოთ, ჩვენ ვიყენებთ ამ თვისებას. ამიტომაც იმათვის, ვინც არის მოყვარული ფოტოგრაფიისა, ან ვისაც აქვს სათვალეები ან ლიზები თვალებში, თითოეული თქვენგანი იყენებს ყოველდღიურად, თუ რამდენადაც ხშირად უნდა იყენებდეთ თქვენს ლიზებს ან ფოტოგრაფითან უნდა იყოთ დაკავებულები, იყენებს ამ თვისებას, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს. ლინზები უბრალოდ იმის გამო, რომ ახდენენ გარდატეხვას სინათლისა სპეციფიურად, როგორც ჩვენ გვინდა, ახერხებენ იმას, რომ გაადიდონ გამოსახულება. მიკროსკოპიც ამ პრინციპზე მუშაობს. ოკეი? როგორც ხედავთ, აი ამ მარცხენა დიაგრამაში, რო ავიღოთ მაგალითად შუშას გააჩნია განსხვავებული გარდატეხვის ინდექსი ვიდრე წყალს. ანუ ჩვენ თუ დაუმიზნებთ სინათლეს 60 გრადუსიანი კუთხით შუშას, ჩვენ დავინახავთ, რომ პირველი გადატყდომა ხდება 34.5 გრადუსით. წყლის შემთხვევაში ეს არის 40.6. ჩვენ შეგვიძლია აი ამ პრინციპის გამოყენებით, თუ გვაქვს სტანდარტიზირებული ბლოკი რაღაცა მასალისა, გავარკვიოთ რა კუთხით ხდება გარდატეხვა სინათლისა. თავარი რა არის ის, რომ როგორ ხდება გარდატეხვა, როგორ ხდება მოღუნვა სინათლისა, განსხვავდება სინათლის ტალღებს სიგრძეებს შორისაც. ანუ წითელი სინათლე ერთ-ერთ მასალაში, წითელი და ლურჯი სინათლე განსხვავებული კუთხებით გადაწყდება ოდნავ. იმათვის, ვინც არის დაკავებული ფოტოგრაფიით ან მიკროსკოპით, შეიძლება გაგიგეთ ეგ ტერმინი ქრომატული აბერაცია. ქრომატული აბერაცია ნიშნავს იმას, როდესაც მე უყურებ ლინზას, წითელი და ლურჯი და მწვანე სინათლეები ერთმანეთს კი არის ერწყმის იდეალურად გამოსახულებში, ამათ რაღაცნაირად ესეთი თქოს გაფანტული არის და გვერდ-გვერდ ერთმანეთს ეხებიან. ეს უბრალოდ იმის გამო ხდება, რომ განსხვავებული ტალღის სიგრძეები განსხვავებულად ურთიერთქმედებენ და განსხვავებული, ასე ვთქვათ, გარდატეხვის ინდექსი ხედავენ, როდესაც ეხებიან მასალას. იგივე ხდება ინფრაწითელი სინათლის შემთხვევაშიც, თუ თქვენ როდესმე გინახიათ აი ესეთი მოწყობილობები, ეს არის ძალიან კარგი ინფრაწითელი თერმომეტრი, რომელიც მე ვიყენებდი საჭმლის გასაკეთებლად, იმისათვის რომ ძალიან კარგი სტეიკები გავაკეთო. თქვენ შეიძლება დაგენახოთ, რომ მათ წინ აქვთ ესეთი რაღაცა. ეს რა არის თქვენი აზრით? გასაზომი რაღაცა. აი ეს შავი რაღაცა. ამასაც დავანახო. არა. ეს არის ლინზა. ჩვენ ხო, შავი. ესე იგი, საქმე იმაში არის, რომ ჩვენი თვალები როდესაც უყურებთ შუშას, ხედავთ როგორც გამჭვირვალეს, იმიტომ რომ ჩვენი თვალები აღიქვამენ ხილულ სინათლეს, ლურჯ, მწვანეს და წითელს. მაგრამ ინფრაწითელი სინათლე არის წითელის კიდევ უფრო შორს. 700 ნანომეტრს რო გავაცდებ და გადავალთ უკვე 900-დან დავუშვათ 3000 ნანომეტრის დიაპაზონში. და ეს ზუსტად ეს ტიპის შიგნით რო ჩაიხედოთ, აი გადაწყვეტ ერთმანეთს არის ესეთი პატარა პლასმასის ობიექტი, რომელიც რეალურად აი მოდი თუ გინდა მიანახეთ შიგნით, რომელიც არის ცოტათი ესეთი როგორ თქვა ხუცი როგორ არის გარმუშკა თუ გარმონი? ხო, გარმონის ფორმის არის. ეს არის ფრეზნელის ლინზა. ფრეზნელის ლინზა არის გარკვეული ტიპი ლინზებისა, რომელიც გამოიშვება კომპაქტურობით და თუ ჩვენ ვიცით ჩვენი მასალის გარდატეხვის ინდექსი, იმას მიანათეთ ჯობ იმას შეხედეთ და გადააწოდეთ სხვას, ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ რა თვისება აქვს და გამოვიყენოთ ის ჩვენი კონკრეტული ამოცანაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ვიყენებთ რისთვის, როდესაც მე ვუმიზნებ ჩემს სტეიკს, რომელიც არის ტაფაზე და მინდა გავიგო მის ტემპერატურა, მე არ მინდა რომ დავინახო ტემპერატურა მთლიანად ღუმელისა ან ცეცხლისა, ხო? მე მინდა კონკრეტული წერტილი დავინახო და ამისათვის ვიყენებ ამ ლინზას, რომელიც ჩვენი თვალებისათვის რეალურად არ არის გამჭვირვალე, მაგრამ ინფრაწითელი სინათლისათვის თერმული გამოსხივებისთვის არის. აი ხა დავინახოთ. გადააწოდე ბიჭებსაც. ტაქს. მე ვახსენე დიფრაქცია. და რა თქმა უნდა, დიფრაქცია არის ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც ჩვენ როგორც ინჟინერებს შეგვიძლია გამოვიყოთ ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენ გავიგეთ ერთი რაღაცა, რომ
სინათლე ურთიერთქმედებს რაღაცა მასალებთან. გააჩნია ჩვენს სინათლის ტალღის სიგრძეს და გააჩნია მასალის შემადგენლობას, ქიმიურ შემადგენლობას, ხდება მათ შორის განსხვავებული ურთიერთქმედება. მარტი მაგალითი რო ავიღოთ, ის რაც არის შავი, ის შთანთქავს ხილულ სინათლეს და შესაბამისად ისეთი ქიმიური ნივთიერება მასში, რაღაც საღებავ, რომელიც თავისი ქიმიური თვისებიდან გამომდინარე შეუძლია შთანთქოს. ჩვენ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თუ ჩავშალეთ ჩვენი სინათლე სპექტრებად და გავაანალიზეთ ლურჯზე შთანთქმა, მწვანეზე შთანთქმა, ყვითელზე შთანთქმა და წითელზე შთანთქმა ინდივიდუალურად, ჩვენ შეგვიძლია გავუზომოთ ეს რიცხობრივად, რამდენად ინტენსიურად შთანთქავს ეს ყველაფერი და გავიგოთ ჩვენი მასალის ქიმიური შემადგენლობა. ამ პრინციპს ქვია სპექტრომეტრია და სპექტროსკოპია. როდესაც ხდება ანალიზი პლანეტებისა, რომელიც არის ძალიან დიდი დისტანციით ჩვენგან დაშორებული და გვინდა გავიგოთ იმ კონკრეტულ პლანეტაზე, რომელიც რაღაცა სხვა galaktikაში არის, რა შემადგენლობა არის თუ არა ჟანგბადი, არის თუ არა წყალბადი, ჩვენ ვიყენებთ სპექტრომეტრიას. უბრალოდ იმას, რომ გააჩნია რა მასალაა, მათ შორის გაზები თუ სითხეები, მათ გააჩნიათ სპეციფიური ტალღის სიგრძეები, რომლებსაც ისინი შთანთქამენ ან ირეკლავენ, ან გამოსცემენ თუ სინათლე მოხდება. და მათი ანალიზით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რა შემადგენლობის არის ჩვენი კონკრეტული მასალა. როდესაც ვლაპარაკობ დიფრაქციაზე და ვლაპარაკობ დიფრაქციულ მესერებზე, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ კონკრეტული მოწყობილობისა არის რაოდენობა. რა შეშავს ახლა ესა? ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ამ სურათს, ხედავთ, რომ აი დიფრაქციულ მესერში, ეს არის არაეკვითი დიფრაქციული მესერი, ჩვენ გვაქვს აი ესეთი მონაკვეთები. თითოეული ეს მონაკვეთი გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად დავშალოთ ჩვენი მთლიანი სინათლე გარკვეულ ტალღის სიგრძეებად და დისტანცია აი ამ ორ კონკრეტულ ბლოკს შორის არის ის, რაც განმარტავს, რამდენად დეტალურად ჩავშლით ჩვენს სინათლის სპექტრს. აი ამ თეთრ დიფრაქციულ მესერში არის 600 ხაზი მილიმეტრზე. ანუ ჩვენ რო ავიღოთ მილიმეტრი, 600 ესეთი მონაკვეთი არის. ამაში კიდე არის 1000. დავაკვირდეთ რა განსხვავება არის. თუ მე მივადე პირდაპირ ამას დისტანცია შევინარჩუნოთ, ჩვენ ხედავთ, რომ ეს თეთრი სინათლე კი იშლება ლურჯად, მწვანედ, ცისფრად, წითლად, მაგრამ ფერები არის ერთმანეთთან ახლოს. მაგრამ თუ მე დავადებ ახლა უფრო დიდი დიფრაქციულ მესერს, უფრო დიდი რაოდენობა წერტილებისა მქონე დიფრაქციულ მესერს, გავუგუნდეთ თუ რა ვქენი. ჩვენ დავინახავთ ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ჩვენი სინათლე იშლება ბევრად უფრო დეტალურად და დისტანცია თითოეულ ფერს შორის იზრდება. ამ მოვლენას ქვია რეზოლუცია. ჩვენ ვილაპარაკეთ წინაზე რეზოლუციის შესახებ, რამდენ შეგვიძლია 2 წერტილისგან გავარჩიოთ. ყველა სისტემას ეს ახასიათებს, კამერებს ეს ახასიათებს, სპექტრომეტრებს, 2 წერტილს შორის გარჩევადობა არის რეზოლუცია. რაც უფრო მაღალი არის ჩვენი რეზოლუცია, უფრო დეტალურად შეგვიძლია გავარჩიოთ. მე ვილაპარაკე ლინზების შესახებ. ლინზებს გააჩნიათ თვისება, რომ ჩვენ ვიყენებთ რაღაცა მასალის სინათლის გალტების ინდექსს და მის ფორმას, რომ სინათლე, რომელიც ჩვენ გვაქვს, დავაფოკუსიოთ სპეციფიური მიმართულებით თუ სპეციფიური ფორმით. ლინზები არსებობს სხვადასხვანაირი. ზედა მარცხენა კუთხეში თქვენთან აღწერილი არის ინგლისურად მათი სახელწოდებები. ის, რომელიც ჩვენ გვაქვს აქა და რომელიც ჩვენ გვაქვს გაკეთებული, ეს არის მენისკური ლინზები, დადებითი მენისკური ლინზები. ეს არის მარცხნიდან მესამე, რომელიც გამოიყურება აი ასე. მე თქვენ წინაზე დაგანახეთ ესა. ეს არის გაკეთებული შუშისაგან და მეორე არის გაკეთებული ფოტოპოლიმერისაგან. რომელიც გამოიყურება ესე. ლინზები განსხვავდებიან, რა თქმა უნდა, თავიანთი ფორმით და გამომდინარე თავიანთი ფორმიდან და სინათლის გადატეხვის ინდექსიდან ჩემი ლაზერის მისანათები საწავდო. მადლობა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფორმა ლინზისა და შევცვალოთ მასალა იმისათვის, რომ მივიღოთ შესაბამისი ეფექტი. თუ ჩვენ გვინდა დავაფოკუსიროთ სინათლე, ჩვენ შეგვიძლია გამოიყენოთ ესეთი ბიკონვექსური ლინზები,
რომელსაც აქვს ესეთი ფორმა, სადაც სინათლე ოდესაც მოდის პარალელური ხაზებით, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დისტანციაზე ის იდეალურად დავსვათ. აი ამ დისტანციას ქვია ფოკალური დისტანცია. რო დავინახოთ ამისი მაგალითი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი აი ესეთი მშვენიერი პლასმასის ლინზა. თუ მე მივანათებ ჩემს ობიექტს, შეიძლება დამხმარო. ოკეი? ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა აი ამ დისტანციაზე ჩვენ იმ შედეგს, რომელიც გვინდა, ვერ ვღებულობთ. იმიტომ ესე იგი ძალიან დაშორებული არის ეს ყველაფერი იმ დისტანციაზე, რომელიც ჩვენ გვინდა. მაგრამ თუ მოვანათებ უფრო ახლოს, მე თუ უფრო ახლოს მოვედი, მე ვხედავ, რომ ნელა-ნელა სინათლე უფრო ფოკუსირდება, მაგრამ როგორც კი მე გავხსნები რაღაც დისტანციას, თუ შეატყობთ აი აქა, ეს გამოსახულება ისევ იშლება. ანუ მე მაქვს შევიწროება იდეალურ წერტილამდე და მე ისევ გაფართოება. ოკეი? ეს არის ზუსტად ფოკალური დისტანცია. აი თქვენ შეგიძლიათ რომ კი ლურჯეც იზამს, რა თქმა უნდა. ხო. რაც შეეხება ფანარს, ეს კიდე უკეთესი მაგალითია, მადლობა ნიკა. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს ფანარი და რომელზეც გვაქვს გაკეთებული ლინზა და თუ ჩვენ გავწიეთ და დავაშორეთ, ამ პირიქით მივახლოვეთ ისე, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფოკალურ დისტანცია. და ფოკალური დისტანცია, როგორც ვთქვით, განიმარტება დაშორებით ჩვენი სინათლის წყაროსა, ლინზისა და იმ მონაკვეთისა, სადაც გვინდა დაფოკუსდეთ. თუ ჩვენ შევცვალეთ დაშორება ჩვენს ლინზასა და სინათლის წყაროს შორის, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფოკალურ დისტანციაც. ოკეი? როგორ? კი, ეტლში უნდა იკვებებოდნენ. აი ხა მე თქვენ დაგანახებთ მაგალითს. ეს როგორ ხდება? მოდით გამოვიყენებ მე ამისათვის. ეს ძალიან კარგი აპლიკაციაა. ჩვენ შეგვიძლია თუ ვიცით ლინზის ზომა, თუ ვიცით სინათლის ტალღის სიგრძე და თუ ვიცით ჩვენი მასალა, ჩვენ შეგვიძლია დავასიმულიროთ ისა. ეს არის ძალიან კარგი აპლიკაცია, ქვია FiDemo, RayOptics სიმულატორი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაცა ტიპის ლინზა. კონდეს რაღაც ტიპის სინათლის წყარო. და თუ ჩვენ შევცვლით ჩვენს ლინზის პარამეტრებს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ იცვლება ფოკალური დისტანცია. თუ ეს ესე არის მართლაც, მაშინ თუ მე მივანათებ ჩვენს ლინზას სინათლის წყაროს, ეს პლასმასა არის. ხედავთ კუდი, აი? აგერ არის. აი ფოკალური დისტანციის გასაგებად ჩვენ ხედავთ რომ აი აქ არის სადღაც. ხედავთ წვეთს, რომელიც წარმოიქმნება. მერე კიდე სინათლე იშლება. ეს შეგვიძლია ასევე დავინახოთ ლაზერითაც. თუ მე მივანათებ ლაზერს და ლაზერს მე შეუცვლი პოზიციას, მე დავინახა რომ ლაზერი რაღაც წერტილში არის ერთ და იგივე დისტანციაზე. ხედავთ რომ ხაზავს რაღაც მონაკვეთში იგივე წერტილში ჩდება. სადღაც აი აქ. ოკეი? ეს შეგვიძლია ასევე დავინახოთ ესეც, თუ მე მივანათებ ლინზას პირდაპირ სინათლეს, მე თუ ხედავ რომ ლაზერის ფორმის ცვლილებით მე პოზიცია ჩემი წერტილისა იცვლება, ესე იგი მე არა ვარ ამ ფოკალურ დისტანციაზე, მაგრამ როგორც კი მივახლოვდები, მე ვხედავ რომ ნელა კუთხე მცირდება. ერთი წამი. აი აქ მაგალითად მე ვხედავ რომ არა ვარ ფოკალურ დისტანციაზე.
მაგრამ თუ მე მოვედი უფრო ახლოს, შეამჩნევთ, რომ კუთხე რამდენად მერყეობს ჩემი მოძრაობისას, ნელ-ნელა შემცირდება. ეს იმიტომაა, რომ უფრო მეტად უახლოვდები ამ ფოკალურ დისტანციას. შუშას გააჩნია განსხვავებული თვისებები, შესაბამისად გარდატეხვა ხდება განსხვავებულად და ასევე ჩვენ თუ გვაქვს განსხვავებული ფორმაც იქნება განსხვავებული ჩვენი ობიექტისა, რომელსაც ჩვენი სინათლის გაფანტოს. ხედავთ როგორი არის. ამას ბევრად უფრო დიდი ფოკალური დისტანცია აქვს. აი რომ დააკვირდეთ კუდი რამხელა აქვს და სად მიდის ბოლოსაკენ. ყველა ხედავს? ოკეი. ლინზებს ასევე გააჩნიათ კიდევ ერთი თვისება. გარდა ფორმისა და მასალისა და რა თქმა უნდა ზომისა, მათ გააჩნიათ ესეთი პარამეტრი, რომელსაც ქვია ზედაპირის სიგლუვე. მე ხა გადმოგაწოდებთ თითოეულ ამ ლინზას. ერთი არის პლასმასის და სხვა 4 არის პლასმასის და ერთია შუშის. გადააწყვეტთ ერთმანეთს. დააკვირდით როგორი არის მათი გამჭვირვალობა და ზედაპირის ხარისხი. აი დააკვირდით, გადააწყვეტთ, მე შეხედეთ, თუ პლასმასა დაგივარდეთ არა უშავს, საკმაოდ გამძლეარი, ერთ-ერთი უპირატესო პლასმასის ლინზებისა. ეს პლასმასია ხო? კი, ეგ პლასმასი არის. დააგდეთ უგინო. გააჩნია ჩვენი ლინზის თუ სარკის ზედაპირი რამდენად გლუვი არის. ჩვენი ლინზებიც განსხვავებულად გაატარებენ სინათლეს. თუ ზედაპირი არ არის გლუვი და არის ოდნავ ხავერდოვანი თუ უხეში, როდესაც სინათლე მას დაეცემა, თუ ეს, ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა დეფექტები, რაცა ზედაპირზე არის მიახლოებული სინათლის ტალღის სიგრძესთან, ანუ ნანომეტრებში არის ესა, ან დაბალ მიკრომეტრებში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ სინათლე გაიფანტება და მივიღებთ გაფანტულ სურათს. აი რომ დააკვირდეთ ზედაპირზე რომ შეეხოთ, თქვენ კიდევაც შეამჩნევთ, რომ არის უხეში. და ის ყველაზე კარგი პლასმასის ლინზა კიდე არის ძალიან გლუვი. თავარი პრობლემა ლინზების წარმოების დროს არის ის, რომ მივცეთ ზუსტი ფორმა და შევინარჩუნოთ ზედაპირის სიგლუვე. ამიტომაც შუშით ამის გაკეთება სჭირდება დიდი დრო, იმიტომ სჭირდება ყველაფერი დავაპოლიროთ და დავჭრათ. მაგრამ პლასმასების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყოთ ყალიბები. ყველაზე გლუვი შუშის არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პლასმასით მივიდეთ ძალიან ახლოს შუშის სიგლუვესთან, რატო? იმიტომ პლასმასის შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ კოპირებას პრაქტიკულად ზედაპირისა. ჩვენ ვიყენებთ შუშას ან მეტალს როგორც ჩვენს ფორმას, რომელსაც მე ვიმეორებთ პლასმასის გამოყენებით. თხევადი პლასმასა ზემოდან ხვდება, მე ის მაგდება ულტრასფერის სინათლის გამოყენებით და ვხებობთ ფორმას. დღეს ჩვენ რო ეს გავაკეთოთ, ჩვენ გავაკეთებთ არა, წნევით არა. იმ ტექნიკას, რომელსაც მე დღეს დაგანახებთ, არ იყენებთ წნევას. წნევითაც შეიძლება ამის გაკეთება, ძალიან ბევრი ლინზა, რომელიც კეთდება დაუშვათ სათვალეებისათვის, კეთდება წნევის გამოყენებით, მაგრამ ჩვენ დღეს მაგას არ გავაკეთებთ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ პლანო-კონვექსურ ლინზას. აი ამ მეტალის ქილის გამოყენებით. თუ დააკვირდებით, ჩვენ გვაქვს აქ ჩაზნექილი მონაკვეთი, რომელიც შიგნით არ პირიქით დამობერილი, თუ როდისმე გაგიჭრიათ ესეთი ისინი სარკისებრივი ეფექტი აქვს. ესე იგი ზედაპირის ხარისხი არის ძალიან კარგი. რაც უმეტად სარკისებრივი არის ზედაპირი, უფრო გლუვია ზედაპირი, შესაძლოა უფრო წავა ლინზის გასაკეთებლად ან სარკის გასაკეთებლად. ხო? ოკეი. კარგი, ფლუორესცენცია არის ძალიან საინტერესო მოვლენა. ფლუორესცენციის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მე მაქვს რაღაცა ტალღის სიგრძე, რომელთანაც ურთიერთქმედებს ჩემი მასალა, შთანთქავს მას, ეს მასალა შთანთქმის პროცესში წარმოქმნის თვითონაც რაღაცა სინათლეს. ძირითადად და პრაქტიკულად უმეტესობა შემთხვევაში, გარდა ძალიან სპეციფიკური შემთხვევების, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს სინათლე ყოველთვის არის უფრო დიდ ტალღის სიგრძეზე. ანუ
აი რომ შევხედოთ აქა და უშუალოდ მე დავასხივე ჩემი მასალა მოცისფრო მომწვანო სინათლით და მე მივიღებ შემდეგ განათებას, რომელიც არის მოყვითალო მოწითალო. ან აქ თუ მაქვს ულტრაიისფერი სინათლე, ესეთი მოლურჯო ულტრაიისფერი და მოვარტყი რაღაცა ნივთიერებას, ის დაიწყებს მწვანედ განათებას. იმიტომ რომ ენერგია, რომელიც იყო, როგორც გითხარით, ფოტონებში, მათ გააშენა რაღაც ენერგია, მოხდა მისი დეპოზირება რაღაცა მასალაში, რამაც გამოიწვია ამ მასალაში ელექტრონების აღზრდება გადასვლა უფრო მაღალ შრეზე და ამან გამოიწვია ახალი სინათლის წარმოქმნა. ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა არის ულტრაიისფერი სინათლე. რომ დააკვირდეთ, ეხა ეს ძალიან მკრთალი სინათლე არის, აი მივანათებ აგეტენ, ხო ყველა ხედავს, ძალიან მკრთალი არის, ხო? ჩვენი თვალები ულტრაიისფერს ვერ აღიქვამენ კარგად. მაგრამ თუ მე მოვარტყავ სინათლეს ჩვენს პლასმასის მასალას, ან რაღაცა სხვა ისეთ მასალას, აი მაგალითად აი ამ ნარინჯისფერ კლუბებში რო თეთრება ჩვენ მაგიტო ანათებო. კი. მე დავინახავ, რომ წარმოიქმნება ფლუორესცენციის ეფექტი, იმიტომ რომ ეხლა ეს იწყებს ულტრაიისფერიდან განათებას ცისფერში და ლურჯში. ან თუ მაგ ნარინჯისფერი, ეს იწვევს ამის განათებას. ოკეი? ულტრაიისფერ სინათლეს გააჩნია ის თვისება, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიაა მასში და შეუძლია ეს ენერგია შთაინთქმას უმეტესობა მასალის მიერ. თუ ეს არის 370-დან 400 ნანომეტრში ლაპარაკი, ბევრი მასალა შეთქმავს, თუ 280 ნანომეტრი, მოიცა ჩვენი თვალები საერთოდ ვერ ხედავენ და ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენთვის ეს სინათლე, მას ეს პრაქტიკულად ყველა მასალის მიერ შთაინთქმება, რომელიც არის ორგანული. ანუ შედგება ნახშირბადებისაგან და უშუალოდ ჩვენს სხეულში არის ან DNM-ში არის. ერთ-ერთი მეთოდი მაგალითად, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ გავზომოთ DNM-ის რაოდენობა PCR-ის დროს, PCR-ის შემდეგ პროსუათ, და გავზომოთ ცილების რაოდენობა ჩვენ სითხეში, ასე რომ ისო ჩვენ ულტრაიისფერ სინათლეს ვანათებთ, ნახულობთ რამდენი სინათლის შთანთქმა მოხდა და ამის მიხედვით ჩვენ გავიგებთ უკვე რამდენი DNM-ი ქონდა. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს რაღაც საკალიბრაციო სტანდარტები, ვიცით რომ ამაში იყო 5 მგ ლიტრზე, 10, 30, 40, მე გავზომე თითოეულ ცნობილ რაოდენობაზე რამდენი მოხდა სინათლის შთანთქმა, ან პირიქით ფლუორესცენცია, თუ მაქვს უცნობი ნიმუში, მე შემიძლია ამის მიხედვით გავაკეთო მრუდი და გამოვთვალო რამდენი მქონდა რეალურად DNM-ის რაოდენობა. ეს პრინციპი გამოიყენება სპექტროფოტომეტრიაში. თქვენი დავალება ქლოროფილზე ზუსტად ამ პრინციპს მოიაზრებდა, რომლის გაკეთებაც შესაძლებელი არის სპექტრომეტრიულად, ან შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით. თქვენ ტელეფონის კამერაც აღიქვამს მწვანე, წითელ და ლურჯ სინათლეებს. როგორც გითხარით, ყველა მასალას აქვს თავისი უნიკალური სპექტრი, რომელსაც შთანთქმს და ქლოროფილი არა აქედან რამით განსაკუთრებული. მე ვახსენე თქვენი პასპორტები. თუ მათხოვებ რომელიმე, ოკეი. ესე იგი, ჩვენ თუ დავასხივებთ აი ესეთ ბარათს, ხო ხედავთ? მანდ არის ფარული. ეს არის სპეციალური ნიშანი იმისათვის, რომ გაყალბება არ მოხდეს. ოკეი? რაც შეეხება პასპორტებს, მე დაგანახებთ ახლა. მე დაგანახებთ ახლა ჩემი პასპორტში როგორ გამოიყურება ესა. როგორც გითხარით, ცოტა ხნის ვერა. ეს იმის გამო ხდება, რომ ულტრაიისფერი აღაგზნებს აი ამ საღებავებს, რომელიც გამოსცემენ მწვანე და ლურჯ სინათლეში. ეს ამერიკის ვიზა. აი რომ დააკვირდეთ. ეს არის საქართველოს პასპორტი. პირველ გვერდზე რო შევხედოთ, ხშირ შემთხვევაში არის გამოყენებული ორი სხვადასხვა ტიპის საღებავი. აი ეს არის პირველი, ხო ხედავთ პატარა ისე წერტილები არის, ეს არის ახლა მე ვანათებ 390-ზე სადღაც. მაგრამ თუ მე უფრო დაბალი ტალღის სიგრძით მივანათე, მე ვხედავ უკვე რომ აქ განსხვავებული სურათია დატანილი. ფარული წერისათვის ერთ-ერთი ტექნიკა
რომელსაც სადაზვერვო სააგენტოები იყენებდნენ ადრე, იყო სწორედ ესეთი. აი, ჩვენი ლარიანიც შეიცავს ფაულ სიმბოლოებს. აი ამ მოვლენას ქვია ფლუორესცენცია. ოკეი, როდესაც ჩვენ ვიღებთ რაღაცა მაღალ ენერგეტიკულ სინათლეს, უფრო პატარა ტალღის სიგრძეზე, უფრო მაღალ სიხშირეზე, ვანათებთ ვანათებთ რაღაცა მასალას და ის გამოსცემს განსხვავებულ ფერს. ამას დიდი გამოყენება აქვს ბიოლოგიაში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მიკროსკოპიაზე და ჩვენ ვლაპარაკობთ სურათების გადაღებაზე, როდესაც ჩვენ წავალთ საერთო ლაბორატორიაში, ჩვენ ამას დავინახავთ პირისპირ, იღებენ უჯრედებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფლუორესცენტული საღებავები, როგორიც არის პასპორტებში თუ თქვენს პირადობის მოწმობებში, რომელიც ებმევა დნმ-ს, ან ებმევა ცილებს და მათი გამოყენებით გავანათოთ სპეციფიური მონაკვეთები უჯრედებში. როგორ? ხო, სპეციალურობა მათი დატანა. კი. მაგრამ რაში არის პრობლემა? ფლუორესცენციას როგორც არის ესეთი, ჩვენ ვხედავთ მარტივად, იმიტომ რომ ჩვენი თვალები აღიქვამენ მწვანე სინათლეს და ულტრაისფერს ვერ აღიქვამენ. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ სხვა ტალღის სიგრძეები და გამოვარჩიოთ ფლუორესცენტული ეფექტი, ჩვენ გვჭირდება ფილტრები. ფილტრების ერთ-ერთი ძირითადი თვისება არის ის, რომ გააჩნია მათ როგორ გავაკეთებთ, მათ შეუძლიათ რომ გაფილტრონ კონკრეტული სპექტრი. ხო გახდა ახლა ეს მოყვითალო? ხო? მაგრამ რატო გახდა? ჩვენ რო ავიღოთ დიფრაქციული მესერი და მოვათავსოთ ის ჩვენს სინათლის წყაროზე და ეხლა მე მივიტან ფილტრს, დავაკვირდეთ ფერებს. წვანი და ყვითელი და წითელი გადის ზუსტად იგივე რაოდენობით. მაგრამ ფილტრი ბლოკავს ლურჯს და იისფერს. ეხლა თუ ხვდებით რატომ არის აი ეს საფარი ზუსტად ესეთი ფერისა. ულტრა იისფერს თანთქავს. ოკეი? დღეს ჩვენ მოგიტანეთ დიდი ნაკრები ფილტრებისა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ როგორ გამოიყურება მათი სინათლის თათმის სპექტრები. და ეხლა ცოტა ხანში შესვენების მერე დავიწყებთ უკვე პრაქტიკულ სამუშაოს ლინზების გაკეთებაზე და ფილტრების ანალიზზე. კიდე ერთი რაღაცა. პოლარიზაცია. თუ გაგიგეთ ეს ტერმინი, სინათლის პოლარიზება. ერთ-ერთი რამე რაც ახასიათებს სინათლეს, როგორც ვთქვი, ისა ის რომ ეს არის ელექტრომაგნიტური ველი, რომელსაც გააჩნია მიმართულება რხევის. ოკეი? ორი მიმართულება. თუ ყოფილხართ კინოში, ფილმის ანახავად, კინოთეატრში და გქონდათ რაღაცა სამგანზომილებიანი, უბრალოდ სამდეში უყურებთ ფილმს, ეს ათვალები გაკეთებიათ. ეს ათვალები იყენებენ პოლარიზაციის ეფექტს. ოკეი? პოლარიზაციის ეფექტი გამომდინარეობს იქიდან, რომ თუ მე მაქვს რაღაცა ისეთი მასალა, კი, როგორ ამიდი. თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა მასალა, რომელსაც შეუძლია რომ კონკრეტული ერთი მიმართულებით ხევის სინათლე გადაჭრას, მოაშოროს, როგორც ფილტრი გააკეთებს, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პოლარიზება სინათლეს, ანუ მარტო ერთი მიმართულებით რომ მოდიოდეს. რატომ ეს ახლა ეს მნიშვნელოვანი? თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გამოყენებით დავინახოთ მასალაში შინაგანი ასე ვთქვათ სტრუქტურული პრობლემები, რომელსაც სხვანაირად ვერ დავინახავდით. მე ახლა გავაკეთებ ამის ვთქვათ ძალიან საინტერესო დემონსტრაციას. სად არის ჩვენი პლასმასის ლინზები? შენ გაქვს? ოკეი, ორი. მადლობა. როგორც ითხრეთ, პლასმასის ლინზები კეთდება
ყალიბში ჩასხმით და მე მათი გამაგრებით. თუ ჩვენ გამოვიყენებთ პოლარიზებულ სინათლეს მე ხა დროებითად მოვხსნი ამაზე დაგანახებთ ამას პირდაპირ ჩემი კომპიუტერიდან როგორც სინათლის წყაროს გამოვიყენებ ისე ამას რომ დავინახოთ როგორ მუშაობს პოლარიზაცია